დღეს ვამზადებთ კარბონარას თეთრი ღვინით. თეთრი ღვინო იდეალურად აბალანსებს კვერცხის გულის გვანჩალეს და პარმეზანის ცხიმიანობას. ჭრით გვანჩალეს. ხეხავთ პარმეზანს და ვამატებთ კვერცხის გულებს. ვამატებთ პილპილს, მარილს და პასტის ნახარს. კარგად გადავურავთ. ადუღებულ წყალში ვყრით მარილს და პასტას. ცივ ტაფაზე ვყრით გვანჩალეს და ვბრეწავთ თავისივე ცხიმში. ვიღებთ ხრაშუნა გვანჩალეს და ვასხამთ ზედმეტ ცხიმს. ტაფაზე ვამატებთ ღვინოს და ვადუღებთ სანამ არ აორთქლდება ალკოჰოლი. ვამატებთ პასტის ნახარს და კარაქს. გადმოვდგამთ ტაფას და ვამატებთ სოუსს. ვამატებთ პარმეზანს, გვანჩალეს და კარგად გადავურავთ. იდეალურია. ოღონდ მართლა. გამოგვიწერა თქვენ. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა.